ტეტრაგონია მამა აბსოლუტის გზავნილი 23 მაისი 2019 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს მოვიყვებით ძალიან საინტერესო ცივილიზაციაზე, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც არსებობს თქვენს გვერდით, თუმცა რომლის შესახებაც ადამიანმა ცოტა თუ იცის. მას უწოდებენ ტეტრაგონიას, რომელიც ბერძნულად და ნითარგმნება როგორც ოთხკუთხა. მისი სახელწოდება განპირობებულია იმით, რომ ის არსებობს მეოთხე განზომილების სივრცეში, რომელიც როდესაც გარდატყდება, წარმოქმნის ოთხკუთხა უჯრედების მსგავს სუბსტანციებს. ყოველი უჯრედი კი წარმოადგენს ცოცხალ და გონიერ არსებას, რომლითაც მეოთხე განზომილების ცნობიერება აქვს. ისინი ერწყმიან ერთი მეორეს და ქმნიან დედამიწის ირგვლივ ერთგვარ ენერგეტიკულ ფენას მესამე და მეხუთე განზომილებებს შორის. ისინი, ვისაც უკვე გამოუვიდათ მეხუთე განზომილების შეღწევა, გადიოდნენ ამ თქვენთვის უხილავი ტიხრების გავლით. ისინი ცოცხლები, ელასტიკურები და მოქნილები არიან. ამ ცივილიზაციას შეგვიძლია უწოდოთ სასაზღვრო საგუშაგო, ხოლო მისი გავლა შეგიძლიათ მხოლოდ მაღალი ვიბრაციის დოკუმენტებით. ხოლო თუ ამ ცივილიზაციის მაცხოვრებლები არიან მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებენ თქვენს დოკუმენტებს. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე შეძლო მართან ურთიერთობა, როდესაც მედიტაციებში ცდილობდით მეხუთე განზომილებაში გადასვლას. ვიღაცას ეს გამოუვიდა, ვიღაცას არა. ეს მოხდა იმიტომ, რომ მესაზღვრე ტეტრაგონიელებმა ჩათვალეს, რომ ჯერ კიდევ არ ხართ მზად ასეთი ექსპერიმენტისათვის. თუმცა ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მათ არ სურათ თქვენი იქ შეშვება, რეალურად მათი როლი მდგომარეობს იმაში, რომ აწონონ თქვენი სული და შესაძლებლობები და ეს კეთდება თქვენსავე სასიკეთოდ. რადგანაც ამ ცივილიზაციის მაცხოვრებლები არიან ორი განზომილების საზღვარზე, ისინი მშვენივრად გრძნობენ ორივეს ენერგიის ყველა ნიუანსს და ერთფერს მესამე და მეოთხე განზომილებებში. ამიტომაც ისინი კარგად გრძნობენ და ხედავენ, შეუძლია თუ არა ამა თუ იმ ადამიანს გადავიდეს მესამე განზომილებაზე და მეხუთეში შეუძლია თუ არა მას გავიძროს ასეთი მაღალი ვიბრაციის ენერგიებს. თუ ისინი ხედავენ, რომ ასეთი გადასვლა დამღუპელი იქნება ადამიანისთვის, ისინი ქმნიან მის წინ ენერგეტიკულ ბარიერს და აწყობენ გარკვეულ კონფიგურაციას თავიანთი ოთხკუთხა უჯრედებისგან, ისე რომ ის სრულიად კეთავს მეხუთე განზომილებაში ასასვლელს. ეს ცივილიზაცია ძალიან ძველია თავის დროზე, როდესაც ადამიანი ვიბრაციულად ეცემოდა ქვემოთ მესამე განზომილებაში, ის ასევე გადიოდა საზღვარს ამ ცივილიზაციის დახმარებით, ოღონდ მეორე მხარისკენ. ტეტრაგონიის მაცხოვრებლები არიან მაღალი ვიბრაციული გონიერი ენერგიის სუბსტანციები, რომლებიც არსებობენ გარკვეული პროგრამით, რომ თვალყური ატევდნენ ყველა არსების ვიბრაციებს, რომლებიც ცდილობენ სხვა განზომილებაში გადასვლას იმგვარად, რომ ეს მათთვის უნიკალურად მოხდეს. თუ მათი ვიბრაციები ამის გაკეთების საშუალებას იძლევა, ტეტრაგონიელები გულმოდგინედ ეხმარებიან მათ და სწევენ ფარდას სამყაროებს შორის, ხოლო თუ არა უღობავენ გზას. სრული შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ამ საოცარ ცივილიზაციის მაცხოვრებლებს ჩემო ძვირფასებო და იგრძნოთ მათი კეთილი და თბილი ენერგიები. ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა მოუხმოთ მათ მედიტაციისას. ხოლო მეხუთე განზომილებაში გადასვლის დროს ყოველთვის თხოვეთ მათ დახმარება და მადლობა გადაუხადეთ ხარში დგომისათვის. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და სიამოვნებით იკონტაქტებენ თქვენთან. როცა დამიყვარხართ განუზომად, მამა აბსოლუტი საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.